საქართველოს არსად არ იკარგება, არის იქ, სადაც ვართ და ვართ ნაწილი და თანაშემოქმედი ევროპული ცივილიზაციისა. რაც შეეხება ამ განცხადებებს, თქვათ, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით იქნება ეს თუ ვიზა ლიბერალიზაცია თუ სხვა საკითხები. ზუსტად ეს შანტაჟის ენა არის, რომელიც მიმართაც ქართულ ხალხს აქვს საკუთარი პრეტენზია ბრიუსელის მიმართებით. სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს ბრიუსელმა თუ სურს რომ ქართულ ხალხთან ურთიერთობები დაუბრუნოს იმ კალაპოტს, რომელიც ჩვენ გვინდა. მე იმედი მაქვს, რომ მათ შორის აი ამ ინტერვიუდან გამომდინარე, რომ ნელ-ნელა გააცნობიერებს ბრიუსელი, რომ მნიშვნელოვანი არის კრიტიკული ანალიზი საკუთარი ნაბიჯებისა, ზუსტად ეს არის ევროპულობა, არა თითის გაშვერა სხვებისკენ, არამედ საკუთარი ქმედებების კრიტიკული ანალიზი და ამის შესაბამისად მოქმედება. ევროკავშირს სურს, რომ ქართულმა ხალხმა ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რაც უკავშირდება ევროკავშირთან უბიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას, რაც ნიშნავს ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტ დაცულობას, მეტ სიმდიდრეს, მეტ კეთილდღეობას და მეტ შესაძლებლობებს. რასაც ევროკომისარი ამბობს, არის შემდგომი, რომ დღეს ამ შესაძლებლობებს ქართულ ხალხს ართმევს ის რეჟიმი, რომელიც მართავს ქვეყანას, ასე რომ დიალოგი თუ შედგება ქართულ ოცნებასთან, მე ვარაუდობ, რომ დიალოგი შედგება სწორედ იმაზე, როგორ უნდა აღდგეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი, იმისთვის, რომ ქართველი ხალხის სურვილები აისახოს პოლიტიკური მართვის სისტემაში და პოლიტიკური მართვის სტრუქტურაში. ეს არის გაფრთხილება ამ რეჟიმის მიმართ, რომ მათ უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, თუ ვინმე უნდა დაისაჯოს და დასანქცირდეს საქართველოში, ეს არის სწორედ პუტინის მეხუთე კოლონა, ხოლო რაც შეეხება ქართულ საზოგადოებას, ჩვენთვის ვიზა ლიბერალიზაცია არის ძალიან დიდი მონაპოვარი, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ვიზა ლიბერალიზაცია უნდა დარჩეს აუცილებლად.